Დააკვირდით, რომ თქვენი მუხლების ზედმეტად წინ არ იყოს, ან ზედმეტად გაშლილი არ იყოს, ზუსტად 90 გრადუსი. იგივე გაიმეორეთ მაჯებზეც არ იყოს ზედმეტად წინ ან ზედმეტად შეგნით. თანაბრად გადაანაწილეთ სწორობა თქვენ სხეულზე, როგორც მუხლებზე, ასევე მაჯებზე. დააკვირდით, რომ არ იყოთ წელში ჩავარდნილი, ხო? აქაც გამიაქტიურეთ ქორის კუნთები, რაც ნიშნავს, ჩვენ უკვე ახსენეთ წინა ვიდეოში, ჭიპი მიტანეთ, რაც შეიძლება ახლოს ხერხემალთან და თქვენც ვიზუალურად დაინახავდით, როგორ გასწორდა ჩემი ზურგი და წელის ხაზი. აი ამ პოზიციაში თქვენ გჭირდებათ ნეიტრალური კისრის მდგომარეობა. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვით, გაშალეთ საპირისპირო ხელი და საპირისპირო ფეხი თქვენი კედლის მიმართულებით და ისევ დახურეთ და მოიტანეთ საწყის პოზიციაში. აი აქ თქვენ უნდა დააკვირდეთ, როდესაც იშლება ხელი და ფეხი, წონასწორობა და ტანი არ დაგერღვეთ და არ გადავიდეს მხოლოდ ერთ ფეხზე, ხო? ამ ორ ჯიშისას აუცილებელია თქვენი სტაბილურობა, მენჯის სტაბილურობა, რაც გამოიყურება აი ასე, როდესაც საწყის ფორმაში ხართ და მენჯები ერთ სიბრტყეზე, ერთ სივრცეში არის განლაგებული, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვით, როცა იშლება ხელიც და ფეხიც, მას მდგომარეობა არ უნდა შეუცვალოთ. არ დაგავიწყდეთ ხელის და ფეხის შეცვლაც და ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ მუცელი შუა ვარჯიშის დროს არ მოგიდუდეთ და არ მოგეშვათ. ისევ გააქტიურეთ ქორის კუნთები, რადგანაც ამ ვარჯიშისას ჩართულია როგორც თქვენი მუცელი, ჩართულია ასევე თქვენი მენჯებიც. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.